პირველ რიგში ჩააკითხოთ გუშინ იყო ბორდის ხდომა გვიანობამდე თუ შეგიძლიათ რომ გავგვიმართოთ კონკრეტულად რატომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების შესახებ და ზოგადად მიმდინარე პროცესები რომ შეაფასოთ როგორც სამეურნეო საბჭოს წარმომადგენელი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მისთვის ესეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის თემის გარშემო. საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველად არ არის რომ ხდება ყურადღების ცენტრში სხვადასხვა მიზეზთა გამო სამწუხაროდ ეს მიზეზები ხშირ შემთხვევაში ყველა არ არის ძალიან პოზიტიური განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში მაუწყებლის მიმართ ძალიან ხშირი იყო აგრესიული ზეწოლები რაც არა მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, არამედ ამ ფაქტებმა ძალიან ფართო გამოხმაურება პოვა საერთაშორისო საზოგადოებაშიც. მაუწყებლის საერთაშორისო პარტნიორები მას უცხადებდნენ მხარდაჭერას და არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ ორგანიზაციები, რომელთაც ზოგადად აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები. მაუწყებელმა როგორც იცით მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოსკენ როდესაც გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან ბატონი გიორგი ჭანტურია და ეს გადაწყვეტილება ჩემის აზრით იყო უპრეცედენტო, რადგან მაუწყებელმა ხელოვნებაში მიიღო ყველა ის დადებითი თუ არყოფითი პროცესები, რაც ბატონი გიორგის დირექტორობის პროცესში ჰქონდა ადგილი და სხვადასხვა ძლიერი და სუსტი მხარეების შეწონვის შედეგად მიიღო ესეთი გადაწყვეტილება. მე მგონი რომ ეს გადაწყვეტილებაც თავისთავად არ იყო ადეკვატურად აღქმული, გაშუქებული, გამოძიებული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ხშირად ცდილობდნენ ამ ფაქტზე საუბარს, ახსნას გადაწყვეტილებისა, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია მედიის საკითხებით, მხოლოდ სამხრივად ცდილობდა ამ საკითხებისადმი ყურადღების მიქცევას. მოგეხსენებათ შემდგომ კონკურსიც, რომელიც ასევე ძალიან გამჭვირვალე პირობებში წარიმართა და ჩემის აზრით ასევე უპრეცედენტო გამჭვირვალობის პირობებში, როდესაც ყველა დაინტერესებულ მხარეს მონაწილეს დამკვირვებელს შესაძლებლობა მიეცა არა მხოლოდ რაღაც ფორმალური ნაწილები ენახა თქვათ გადაწყვეტილების მიღებისა, არამედ მოესმინათ რამდენჯერმე კანდიდატებისთვის და შეექმნათ მათთვის ანუ საკუთარი პოზიციები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჯარო გახადა ყველა ინტერვიუს პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დაეთმოთ კანდიდატებს კანდიდატებს ასევე ჰქონდათ საშუალება სხვა მედიის საშუალებების ეთერით გამოეხატა თავისი პოზიციები და მე მგონი ესეც ძალიან ჯანმრთელი და კარგი მოვლენა იყო შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მე პირადად ხარი დაუჭირე ბატონი გიორგი ბარათაშვილის დირექტორად არჩევას იმ დროს და იმაჩნია რომ მივიღე ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველიც ჩემთვის იმ ეტაპზე იყო ბატონი გიორგის გამოცდილება, ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება, ასევე მისი ნეიტრალიტეტი, ანუ ბატონი გიორგი მანამდე არ იყო ასოცირებული არანაირ ისეთ მედია საქმიანობასთან, რაც თქვა საშუალებას მისცემდა სხვადასხვა ასე თქვა მხარეებს, რომ ესაუბრათ მის მიკერძოებულობაზე და ჩემის აზრით ეს იყო ძალიან სწორად მიღებული გადაწყვეტილება. მას შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიძრა გარკვეული ცვლილებების პროცესები და რაღაცა პერიოდით თითქოს მაუწყებელი გადავიდა ასე ვთქვათ ყურადღების მიღმა ეს ბუნებრივიც არის, რადგან თქვენ თუ მიადევნებთ თვალს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, შესაძლოა რომ მაუწყებელი მართლაც იქ მიმდინარე რეფორმები არ ყოფილიყო ყველაზე აქტუალური საკითხი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ასევე მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, როდესაც საზოგადოებამ ძალიან მოულოდნელად სატელევიზიო ეთერებით შეიტყო მაუწყებლის შიგნით არსებულ გარკვეულ დაპირისპირებაზე, არ ვიცი რაღაც კინკლაობის ფორმით მიმდინარე პროცესზე, საინფორმაციო სამსახურის
ხელმძღვანელსა და გენერალურ დირექტორს შორის. ჩემთვის სწორედ ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი ამ პროცესში ჩართვის და რაღაც გადაწყვეტილებაზე ფიქრის, რადგან იმ ვითარებაში, როდესაც მაუწყებლის მიმართ არსებობს წაყენებულია ძალიან მაღალი სტანდარტი და მე მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს. ეხლა მე არ მინდა მხოლოდ გუშინდელ ეთერზე ვისაუბრო, არამედ გადავხედოთ ზოგადად თვალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს. თქვენ ნახავთ, რომ ეს არის მე მგონი ჯერჯერობით ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მისთვის კრიტიკულ პოზიციას უთმობს ადგილს და არა მხოლოდ მაუწყებლის თანამშრომლები არიან მათ შორის გარკვეული თანამშრომლები, რომელიც აკრიტიკებენ მაუწყებელს მისსავე ეთერში. და მე მგონი ეს ძალიან ნორმალური, ძალიან ჯანმრთელი პროცესია, რადგან მაუწყებელმა სწორედ რომ აზრის პლურალიზმი უნდა ასახოს თავის ეთერში, ამის დადასტურებაა თქვათ გუშინდელი ეთერიც და დღევანდელი დილის ეთერიც, სადაც ასევე თქვათ გარკვეული თანამშრომლებმა გამოხატეს თავისი უკმაყოფილება ამ გადაწყვეტილებით. მე მგონი ეს არის ჯანმრთელი პროცესი, აქედან გამომდინარე მე მგონი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზოგადად მაუწყებელში აზრის სხვადასხვაობა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ამ მაუწყებელში დაბალანსებული მიუკერძოებელი დამოკიდებულება და ჩემთვის აი ამ ღირებულებების შეწონვის საფუძველზე ძალიან ლოგიკურად ჩანდა, რომ იმ ესე ვთქვათ, ანუ ჩვენ მიუთითებთ ჩვენ გადაწყვეტილებაში ფორმა, რა ფორმითაც მიმდინარეობდა ეს დაპირისპირებისა თუ კინკლაობის პროცესი არ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალი სტანდარტისთვის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ლოგიკური იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე. თუმცა მე არ მინდა ერთი წუთით ვისაუბრო დღეს ბატონი გიორგის პროფესიონალიზმს. ბატონ გიორგი, ბატონ გიორგი, უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გითხრათ ამ 2 თვის განმავლობაში რა კრიზისია ლაპარაკი? 2 თვის განმავლობაში კრიზისი როცა ბარათაშვილი დაინიშნა თანამდებობაზე. 2 თვის განმავლობაში კრიზისი არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის, მე მგონი, საკმაოდ ესეთ მნიშვნელოვან ინციდენტზე, როდესაც რაღაც სკანდალური ფორმით საინფორმაციო სამსახური ზოგადად იქნა გაჟღერებული ეთერში. ეს ანუ ცდილობა იმის არის, საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს უკეთესი ტელევიზია, რა თქმა უნდა, ეს შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ყველა მიმართულებას, დაწყებული პროგრამული ნაწილიდან, იქ სხვადასხვა ტიპის მასალა, რაც მიეწოდება საზოგადოებას, გასართობი იქნება თუ შემეცნებითი, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის საინფორმაციოც და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მას ეთმობა და როდესაც ამგვარი ტიპის ასე ვთქვათ სკანდალში ეხვევა საინფორმაციო გამოშვება, ეს ჩემთვის არის საფუძველი იმისა, რომ ვიფიქრო გარკვეულ გადაწყვეტილებაზე. ბოლო 2 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 10-ობით ადამიანმა, პროფესიონალმა ადამიანმა გაუშვეს სამსახურიდან. ეს კრიზისის საუბარი დაიწყო რამდენიმე დღის წინ, როდესაც უკვე ხათუნა ბერძენიშვილი საინფორმაციო სამსახურის საკითხი დაისვა. ეს გახდა მიზეზი, რომ პროცესა კრიზისზე კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბრო. ის რაც აქამდე მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს იყო სამეთვალყურეო საბჭოს დაკვეთაც მათ შორის, რადგან ჩვენ ქონდა წარმოდგენა, გარკვეული წარმოდგენა ბიუჯეტზე. ჩვენ ვიცოდით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი შეიძლება შემცირდეს, ანუ ის მოლოდინები, რომელიც არსებობდა ბიუჯეტის მიმართ, შეიძლება არ გამართლდეს, ამიტომ ტელევიზიის დაგეგმა სამწუხაროდ მოხდა ძალიან კრიზისული ვითარებისთვის. იმ ვითარებისთვის, რომელშიც მაუწყებელი არ აღმოჩნდებოდა გაკოტრებული და შესაბამისად ესეთი გადაწყვეტილებაც იგივე რაც შეეხება საკადრო სტრუქტურულ რეფორმებს, ეს არ არის მოულოდნელობა სამეთვალყურეო საბჭოსთვის, არც მე მგონი საზოგადოებისთვის, რადგან ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყო უკვე დეკემბრიდან. ეს თემა იყო გაჟღერებული ყველა კანდიდატთან. ჩემს მიერ ბატონ გიორგიზე არჩევანის შეჩერებად და ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ეს იყო, ის ძალიან კარგად იცნობდა შიგნით მაუწყებლის სტრუქტურას და მას შეეძლო ძალიან კარგად შეერჩია ის ადგილები, სადაც თქვათ ეს ასე ვთქვათ იძულებითი გარდაუვალი შემცირება მაუწყებელს ყველაზე ნაკლებად დააზიანებდა. ამიტომ ამ ყველაფრის ერთობლიობაში განხილვა არ მგონია რომ მიზანშეწონილი იყოს. იცით, მოდით ესე ვთქვათ, რომ მან ტელევიზორს ყველა უყურებთ
ყველა მეტნაკლებად საქმის კურსში ვართ, რა ხდება, პოლიტიკოსების განწყობები როგორია, ეს ბოლო პერიოდი არ არის, მხოლოდ ბოლო 2 თვე საზოგადოებრივ მაუწყებელს უწევს საკმაოდ ისეთი ხშირად აბუბოქრებული პოლიტიკური ისტერიის ფონის გატანა და ზოგჯერაც ეს ემოცია ცოტა უფრო მიწყნარებულია. ახლა ჩართეთ ეკრანები, ნახეთ, გაეცანით მედიას, ნახეთ ყველაზე აქტიურად ვინც ლაპარაკობს. ბატონ გიორგი, როდესაც ხათმა ბერძენიშვილმა გამართა პრესკონფერენცია, იქ დაასახელა კონკრეტული ფაქტები გენერალური დირექტორის მხრიდან ზეწოლის შესახებ. ყოველ შემთხვევაში ასე საუბრობს, ის იყო საუბარი კონკრეტულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა იუსტიციის მინისტრს, იყო მისივე თქმით იყო საუბარი თანხაზე და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს თვითონ ეს ფაქტები, ამ ფაქტების განხილვა თუ მოახდინა სამეურვეო საბჭომ და იყო თუ არა თქვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს კონკრეტული ფაქტები იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებული სიუჟეტის უკმაყოფილება გამოთქვა, ხო? მოგეხსენებათ, საბჭოს სხდომა დაიწყო დილით. სადღაც 12 საათისკენ თუ კარგად მახსოვს. და ეს სხდომა გაგრძელდა თითქმის 8 საათი. ამ 8 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი 20 წუთიანი შესვენება იყო გამოცხადებული. და მთელი ეს დრო დაეთმო სწორედაც რომ ყველა მხარის მოსმენას. ჩვენ მოусმინეთ ხათუნა ბერძენიშვილსაც, რომელიც თბილისში იმყოფებოდა და მოვიდა საბჭოს სხდომაზე. ჩვენ მოусმინეთ ბატონ გიორგისაც, რომელიც თბილისში არ იმყოფებოდა და ჩავთეთ ტელეფონით. ჩვენ ყოველმხრივ ვცადეთ გამოგვეკლია არსებული ინფორმაცია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი რაც ითქვა ამ ასე ვთქვათ ურთიერთშეპასუხების დროს ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველი საკითხი, რადგან იგივე ვთქვათ ის თანხის თემა თუ რა ეს ჩვენს კომპეტენციის ფარგლებში ხდება. ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხარო იყო, რომ სწორედ ამგვარი ფორმით რატომღაც მოხდა ეს კონფლიქტი იმ პირობებში, როდესაც ორივე მხარემ არაერთ გზის მიუთითა მათ შორის არსებული ძალიან ისეთი ურთიერთობა, ვთქვათ, არა მხოლოდ მეგობრული, კოლეგიალური, რაც წლების განმავლობაში, ვთქვათ, თითებდნენ, არამედ რა თქმა უნდა, მე მგონი არ არის ნორმალური, როდესაც არათუ ტელევიზიაში, თუნდაც მცირე პატარა კომპანიაში იქნება სიტუაცია, როდესაც ერთმანეთს ადამიანები დანაშაულში ზრდებენ ბრალს. ეს არ არის ნორმალური, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, ან თუნდაც სცადეს დანაშაულის ჩადენა, თავისთავად პროცესი არ არის ჯანმრთელი. ბატონ გიორგი, თუ გქონდათ აქამდე ინფორმაცია, რომ ბორდის წევრებს რომ იყო დაპირისპირება აზრთა სხვადასხვაობა, ან რომელიმე მხარეს თუ გქონდა თქვენთან კონსულტაციები ან საქმის კურსში თუ იყო ბორდი დაპირისპირების შესახებ? იცით როგორ არის, სამეთვალყურეო საბჭო მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი იმ საქმეში, რასაც ქვია საკადრო გადაწყვეტილებები. სპეციალურად მიუთითეთ ზუსტად ესეც განცხადებაში, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ბოლომდე დირექტორის საკადრო გადაწყვეტილებებს. სწორედ ამიტომაც მე არ მგონია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს რაიმე ინტერესი იყოს გადახედოს რაიმე გადაწყვეტილებას, მას არც აქვს კომპეტენცია, მაგრამ თუნდაც ვერბალურად აზრის დონეზე, ხო? ის რომ ესეთი ტიპის ინფორმაცია არსებობდა, ესეთი ტიპის კონკრეტული რაღაც საუბრები, ჩემთვის პირადად არ იყო ცნობილი. მე ვისურვებდი, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებები არ ყოფილიყოს, მაგრამ თავისთავად ესეც ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, როდესაც ესეთი ინფორმაციაც გაჟღერდა. ბატონ გიორგი, საზოგადოების დიდ მონაწილეა ბორდის გადაწყვეტილება აღიქვა როგორც ხათუნა ბერძენიშვილის მხარდამჭერი გადაწყვეტილება. თქვენ მანაც მოიწონა თქვენი გადაწყვეტილება მიესალმა ბორდის გადაწყვეტილებას, არ შეგეძლოთ რაიმე სხვა სახით მოგეწოთ, თქვენ ამბობთ, რომ პრობლემა იყო ეს ურთიერთობის ფორმა, როგორც გიორგი ბარათაშვილი და ხათუნა ბერძენიშვილი კონტაქტობდნენ ამ ბოლო ხნის განმავლობაში. არ შეიძლებოდა სხვა რაიმე ფორმა მოეძებნა, გამოსავალი იყო მხოლოდ გენერალური დირექტორის გათავისუფლება ამ ეტაპზე? იცით რა არის, მე სრულიად გეთანხმებით, რომ დარწმუნებული ვარ ის კრიზისი, რომელიც
ანუ ჩემთვის პირადად ძალიან მოულოდნელად გახდა ტელეეთერიდან ცნობილი, ეს არ არის ერთი დღის კრიზისი და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჰქონდათ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ სხვა პირადი ადამიანური რესურსები იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი ამოეწურათ ტელევიზიისთვის გარკვეული ასეთი კრიზისული ვითარების შექმნის გარეშეც. მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მე მგონი ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილება, რაც სამეთვალყურეო საბჭოს უნდა მიიღო, იყო ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. სატელევიზიო სივრცით მოხდა ამის განხილვა? იცით რა, ჩვენი საფუძვლები, ჩვენს ოფიციალურ განცხადებაში გამოვაქვეყნეთ, გაეცანით ძალიან გთხოვთ გადაწყვეტილებას, არ არის დიდი. იქ არის რამდენიმე არგუმენტი ჩამოთვლილი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ისე იყოს გავრცელებული მედიაში, როგორც ის არის დასახული. ბორდის წევრებს შორის თუ იყო ასეთ სხვადასხვაობა ამ საკითხზე? ანუ აი ეს ჩემთვის ეს 8 საათიანი სხდომა იყო სწორედ აი ამ აზრების გაცვლისა და შეჯერების პროცესი, რა თქმა უნდა, შორს დგავა როგორც ადამიანი, რომელიც უფრო კარგად არის ჩახედული სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობაში, ვიდრე ისინი, ვინც არ არიან ჩახედული იმ აზრისგან, რომ ბორდში ყოველთვის არსებობს ერთიანი აზრი. სამეთვალყურეო საბჭოში არსებობს ურთიერთობის კულტურა. ურთიერთობის კულტურა გამოიხატება პირველ რიგში იმაში, რომ ადამიანებმა მოусმინონ ერთმანეთს, აწონდაწონონ არგუმენტები და ემოციების გარეშე, პირადი დამოკიდებულებების გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები. მე მგონი ეს არის ძალიან ღირებული პროცესი. თქვენ გაქვთ საშუალება, რომ დააკვირდეთ ამ პროცესს ეთერის მეშვეობითაც, რადგან ჩვენს საიტზე მსჯელობის ძალიან დიდი ნაწილი როგორც წესი იდება ხოლმე, ასე რომ აი ეს პროცესი იყო სწორედ სხვადასხვა აზრების ერთმანეთთან შეჯერებისა და საუკეთესო გამოსავლის ძებნის პროცესი. არა, არ გაუთავისუფლებია ერთხმად, ეს იყო 9 ხმა 2-ის წინააღმდეგ. 2-ის წინააღმდეგ არ იყო, მოდით ესე ვთქვათ, თავშეკავება იყო 2 დატის მხრიდან. ბატონ გიორგი ბარათაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბორდის იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ ბორდს არ შეუტყობინებია პირადად და გაიგო სატელეფონო ზარებით. იცით, სამეთვალყურეო საბჭოსთვისაც ეს გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მივედით სხდომაზე საბოლოო შედეგის ცოდნის გარეშე. ეს იყო სხდომა, სადაც შეიქმნა გადაწყვეტილება. ეს არ იყო სხდომა, სადაც რაღაცნაირად გაფორმდა გადაწყვეტილება. ეს იყო სხდომა, სადაც შეიქმნა გადაწყვეტილება და ასე რომ ჩვენთვისაც ეს გადაწყვეტილება არ იყო ძალიან დაგეგმილი გადაწყვეტილება. და როცა მიიღეთ გადაწყვეტილება, მერე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ძალიან გვიან, როგორც იცით და როგორც კი მივიღეთ გადაწყვეტილება, ის მაშინვე, ასე ვთქვათ, ჟურნალისტები იქვე იყვნენ, მაშინვე პირდაპირ გავიდა ეს გადაწყვეტილება ეთერში. ის რაც წაიკითხა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ის ფაქტიურად იყო ძალიან იმ წუთს ამობეჭდილი უკვე საბოლოო ვერსია ჩვენი გადაწყვეტილების, ასე რომ ელემენტარული დროის ამბავი იყო და იქ რაც ხდებოდა აი იმ პროცესის არანაირად ეს არ გულისხმობდა იმას, რომ თქვათ ვინმეს იგნორირება მოხდება. ბატონ გიორგი, დაზუსტება მინდა. ხათუნა ბერძენიშვილი იყო საზოგადოებრივი პოლიტიკური მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეს დეპარტამენტი 4 თებერვალს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. ხომ მასე? იცით, ჩვენთან მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, შეიცვალა დეპარტამენტების დასახელებები და მათი მდებარეობები, ხო? ანუ ეს უშუალოდ ეს კონკრეტული არ არსებობს, არსებობს საინფორმაციო სამსახური, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის ყველაზე არსებითი ნაწილი ამ დავის. ეს ანუ იცით, ვინ რა შესთავაზა ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი, ეს არ მინდა იყოს აღქმული როგორც რაღაც საკადრო საკითხებზე ზედმეტად მსჯელობა. ჩემთვის, როგორც გითხარით, ერთი წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფორმა, რომელიცაც სამწუხაროდ საზოგადოებამ დაინახა რაღაც ეს პროცესი, თვითონ ანუ მხარეებს შორის დავის პროცესი. ეს არ იყო ძალიან მოსაწონი. რა პასუხი უნდა იყოს იმისგან განსხვავებული, რაც არაერთხელ გითხრათ და დაგვიწერია. ეს არის
როგორც წესი ეს არის პოლიტიკური ზეწოლა პოლიტიკოსების მხრიდან და ძალიან ხშირად საზოგადოებრივი მაუწყებელი ხდება ძალიან წვრილმანი კინკლაობის საგანი, ეგრეთ წოდებული ან მედია ექსპერტების, ან არ ვიცი, სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიმართ, რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრს ჰქონდეს კერძო ინტერესი ამ მაუწყებლის მიმართ, ან ნებისმიერი სხვა ტიპის ინტერესი. რა შეიძლება იყოს? როგორც ცნობილია, იგეგმებოდა გაზაფხულიდან თუ რა ვიცი მარტის ბოლოდან რამდენიმე გადაცემის დამატება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს პროცესი რამდენად აისახება თვითონ პროგრამულ მე არ მგონია რომ რაიმე შეფერხებას კონდეს ადგილი, იმიტომ რომ ადმინისტრირება გრძელდება ამ ტელევიზიის შოულებრივ, როგორც ეს უნდა გრძელდებოდეს. ასე რომ რაღაცა, არ ვიცი, ჩემთვის არ არის ცნობილი რაიმე ამგვარ ტიპის გადაწყვეტილება. და ბოლოს ჩაეკითხებით პროცედურულად როგორ არის გაწერილი, ანუ ახალი დირექტორის დანიშნის საკითხი, ანუ გამოცხადდა კონკურსი, ჩვეულებრივ იქნება კონკურსი, ასევე მოხდება კანდიდატების შერჩევა, ჩვეულებრივ გასაუბრებები და ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესი არ იქნება განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე იყო. მადლობთ. ამ დებატსაც გაცნობილი ვარ, ვიცი ეს პროცესიც. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა არ არის სიოლის საქმე. იმაზე უფრო გამოცდილ ქვეყნებშიც კი როგორიც ჩვენია და ეხლა მოდით ვილაპარაკებთ ძალიან ჩვენთვის შორეულ ქვეყნებზე. ხო, მაგალითად, თუ არ ვწდები ეს იყო სლოვაკეთის მაგალითი, ეს პროცესი იმდენად ასე ვთქვათ, რთულად მიმდინარეობდა, რომ ძალიან ბევრი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, თქვათ 3 წელიწადში ძალიან ბევრი ცვლილებები, 17-ჯერ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს. ასე რომ მე მგონი თავისთავად ის თუ რა წესით დაკომპლექტდება ბორდი არის ერთი გარანტია მაუწყებლის დამოუკიდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი და ის წესი რომელიც ჩვენ გვაქვს არის წესი რომელიც მიღებულია რომელსაც ძალიან კარგი ასე ვთქვათ არათუ შეფასებები ეს არ არის საქართველოში აღმოჩენილი რაღაც კანონი ჩვენ გამოვიყენეთ საუკეთესო პრაქტიკა ანუ მე პირადად 10 წლის წინ მონაწილეობდი ამ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, მონაწილეობდა ძალიან ბევრი მხარე, საერთაშორისო ექსპერტები, ასე რომ ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, პრობლემური არ არის. პრობლემა არასდროს არ არის მოდელში, პრობლემა როგორც წესი და არ მგონია რომ რეფორმების შედეგად მოხდეს რაიმე ტიპის გაუმჯობესება, რაიმე მოდელის, ერთი შეიძლება შეიცვალოს მეორით, უბრალოდ მე მგონი ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ ამ მოდელთან ურთიერთობის და თუ რამე ახალი იქნა ის სულად არ ნიშნავს რომ რაიმე რისკებს გამორიცხავს მე მგონი ეს დებატი გამოყენებულია უბრალოდ როგორც ზეწოლის ფორმა სამეთვალყურეო საბჭოზე კონკრეტულად ჩემთვის ნებისმიერი ასეთი მსჯელობა პირდაპირ გულისხმობს იმას რომ ვიღაც ცდილობს დაემუქროს სამეთვალყურეო საბჭოს რომ იცით აი მე შემიძლია კანონი შევცვალო ამგვარი ურთიერთობები დაუშვებელია როგორც არ უნდა იყოს ის შეფუთული და ვის მიერც არ უნდა იყოს ის გაჟღერებული რადგან არაერთხელ სამეთვალყურეო საბჭომ საჯაროდ გამოიტანა ვთქვათ პოლიტიკოსებსა და რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციას შორის კოორდინირებული სამოქალაქო კამპანიის იდეები რომლის აზრით სწორედ იყო ახალი კანონის გზით სამეთვალყურეო საბჭოს გაშვება რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყველა მიცის რომ პირდაპირ უხეში ჩარევა ეს იქნება ძალიან ცუდი ნაბიჯი ამიტომ ამგვარი ფარული ფორმებით ეს რა თქმა უნდა ცდილობები იქნება. დიახ, სწორედ ამას გულისხმობდი, როდესაც აი გავაკეთე კომენტარი კითხვაზე. რა ვადაში იქნება ახალი დირექტორი არქივი? ცით ჩვენ გამოვაცხადეთ მაქსიმალურად შემჭიდროებული ვადები იმისთვის რომ რამე ასე ვთქვათ შეფერხება არ ქონდეს ფუნქციონირებას. კარგი, დიდი მადლობა.